Aber geht das, da hat er die ნაგავს მიაქვს ყურადღება არ არის, წყლები არა გვაქვს და რა ვიცი, ძალიან გაუსაზღლის მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ყველა კორპუსია ავარიულ მდგომარეობაში. კანალიზაციები გვაქვს გასაკეთებელი, ჭერი გასაკეთებელი, საშინელ პირობებში. ბუნებრივია სამეოთი კაცი ვერაფერს ვერ გახდება, არ მოვასვენებ, აი დღეიდან. იქნება ძალიან დიდი პრესინგის და წლეხის ქვეშ პირადად ჩემსგან. გარდაბლის გამგეობაში თურმე მუშაობს 212 ადამიანი. არა მარტო ვაზიანს, გარდაბლის რეგიონს ეთყობა, მაგრამ ის სადაც ხალხი არის აქტიური, პრობლემები თანადამნობით იჭრება. იქით გავიმეორე. აი გვერდით მე ვიტყვი ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში მე მეგობარი. ჩვენ დავასუფთავეთ დღეს სიმბოლურად ტერიტორია რომ შევარცხნინოთ. ივანიშვილი შევარცხნოთ ადგილობრივი გუბერნატორი და ხვალიდან მიხედონ ამ დასახლებას. ნაგავი რომ ნაგავი ის ვერ გავა დღევანდელ ხელისუფლებას და 7000 მოსახლე ამ დასახლებაში და მხოლოდ 8 ბუნკერი დგას და კვირაში ერთხელ გავთ ნაგავი. 50 კორპუსია საცხოვრებელი, სადაც 50-ვეში საკანალიზაციო სისტემა არის მოშლილი და საძირკოში ჩადის ფეკალური მასები. სახურავებია გადახდილი და ამ დროს გარდაბლის გამგეობაში მუშაობს 212 ადამიანი. და თუკი შარშან საფრთხო ფონდი ამ თანაშრომლების იყო 1,5 ლარი, წელს არის 3 მილიონი ლარი. რაში უხდის ივანიშვილი 212 თანამშრომელს გარდაბლის გამგეობაში, სადაც შენობა ვერ დაიტევს ასკაძე მეც. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ივანიშვილის, რომ პერსპექტივას კი მოუკლა ამ ხალხს. სიმართლისათვის ასევე უნდა ითქვას, რომ არც წინა ხელისუფლების ხელი ეტყობა ამ დასახელებას, მაგრამ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ელემენტარულად ნაგვის გატანაც კი ვერ შეძლო და ერთხელ და სამუდამოდ ამ უმოქმედობას უნდა დაუსვათ წერტილი.